მთელი ჩემი უწმინდესთან დამოკიდებულება, უწმინდესის ჩემდამი დამოკიდებულება არის ის, რომ მე 13 წლის ვიყავი, მამა რო გარდამეცვალა. ამიტომ მე ეს ბედნიერება, მამაშვილობის ბედნიერება ძალიან ცოტა მახსოვს. სულ რაღაც ჩემი გონიერი ცხოვრების რამდენიმე წელი მახსოვს და მან ჩაანაცვლა ესეც. და ჩაანაცვლა არა მხოლოდ ეს სულიერი თვალსაზრისით, ისე თვალსაზრისით, როგორითაც ძალიან ბევრი თვლის, ხო, ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც სულიერი მამის, არამედ ეს მატერიალური დახმარების და გვერდში დგომის, ისევე როგორც თითოეული მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ მასთან დალაპარაკება, თხოვნა, არჩევის თხოვნა და ასე შემდეგ, ეს ყოველთვის ქონდა. რაც შეეხება მშობლებს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ იხსენებდა ხოლმე და ის მართლა კარგი შვილი იყო თავისი მშობლების და ერთხელ პანაშვიდს იხდიდა მშობლებისთვის და სანამ დაიწყებდა პანაშვიდს მითხრა რომ თუ შეიძლება ნაყინები რომ მოვიტანოთ და პანაშვიდი გადაეხადა ნაყინებს. ხო და დაურეკე მეგობარს თანამშრომელს ასევე და რამდენიმე ყუთი ნაყინი მოიტანეს. ეს ჭიქის ნაყინები ვაფლის. ხო და საპატრიარქოს ეზოში ვართ და დაიწყო ეს ნაყინი. უკვე სანამ მოიტანეს ნაყინი პანაშვიდი დაწყებული იყო, მოვიტანე დაიწყო ეს ნაყინები და ბოლოში ეს იკურთხება რაც არის საკურთხი დამიძახა და მეუბნება რომ ერთი ნაყინიო მომაწოდეო და მე ვთხარი თქვენ მოწვევსო ნინა მომკლავს მეთქი ნინა და არის მისი იქვე იჯდა როწუნეს მაღალი შაქარი ქონდა დიაბეტი რაღაცა მომკლავს მეთქი კაცო შენა უთხარი რომ უწმინდესმა მითხრა რომ დედას უყვარდა ნაყინიო ძალიან ხო და არაფერს არ გეტყვისო ხო და როგორც კი უწმინდეს მივაწოდე უკვე გვერდიდან ხედავ რომ იქიდან ხელიც მიქნევენ რომ რას ვაკეთებ. ხო და მივაწოდე უწმინდეს და მივედი მაშინვე დედა ნატალიასთან და უთხარი რომ სანამ საყდურს მეტყო და უთხარი რომ უწმინდესმა ასე ბძანა მეთქი მეთქო ხო როგორც ხო იმანაც გაიცინა არ ვიცი იუმორი არის ასევე მისი მხრიდან ეს ისეთი ძალიან ფაქიზი დედის მოხმობა თავისი ქცევის მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქცევის გამართლების მიზნით ხო ანუ ბევრი რაღაცა არის ფაქიზი დამოკიდებულება ამას გაზდაც უნდა წლების და მე საკუთარ თავზე მუშაობაც უნდა ადამიანს ჭირდება რომ ესეთად ჩამოყალიბდე რა ხვდებით მარტო ოჯახი არაფერზე არც სკოლა არც გამზდელები არც არაფერი მე შენ თავზე უნდა იმუშაო რომ ეს ის რაც გაქვს თანდაყოლილი და ოჯახიდან წამოყოლილი თუ სკოლიდან წრიდან და ასე შემდეგ მე შენ თვითონ გათალო ეს გააშალაშინო და რაღაც ღმერთის წინაშე იქცე ისეთ აყვავებულ ყვავილად როგორ ყვავილადაც წავიდა უწმინდესი დაუსრულებელია მასთან დაკავშირებით საუბარი და ჩემო მეგობარმა მითხრა რომ მას ისეთი ვაშკაცი ბიჭი არის ძალიან და გუშინ გავედით სასადილოთ ერთად უნდოდა რომ ამ ჩემთვის მძიმე პერიოდის მერე რაღაც გავიყვანე და დამსხლელებლად გვესაურა ღაპაყობით ცრემლები მცვიოდა რომ კითხულობდიო რომ ესმოდაო სახლში მეუღლესთან ერთად ვიჯექიო და ერთმა დაწერაო არ ვიცი ვინო სოციალურ ქსელში რომ ღმერთო დიდად გააღე კარიო დიდი ადამიანი მოდისო ჩვენგანო აი ესეთი დამოკიდებულება ხალხის ადამიანების მისი სიდიადის და სიდიდის მიმართ ეს არ არის ისე რომ ჯვარპანაღია ჩამოიკიდო ყველაზე ლამაზი ზიზილ პიპილოთ და კვერთხი დაიჭირო და მიტრა დაიხურო არა მას მთელი ცხოვრება ეს რეგალიები რომელიც კათალიკოს პატრიარქს თან ზდევს არაფრად მიაჩნდა არასოდეს როგორც პატივი როგორც გამამშვენებელი მისი მოღვაწეობის ყველა დეტალს აი ამ გარე რეგალიას დიდ პასუხისგებლობად თვლიდა და ამიტომ იყო რომ ეს თავმდაბლად ატარებდა საოცარი თავმდაბლობით ატარებდა იმაზე მეტი თავმდაბლობა რომ ცხოვრებაში არ მინახავ. სწორედ მიზანი ჩემი შულები რო წავიყვანე სამძიმარზე. ის მიზანი მქონდა ბატონო ლაშა ენახათ
რამხელა სიყვარული შეიძლება დაიმსახუროს ერთმა ადამიანმა. ეს ყველაფერი მინდოდა საკუთარი თვალით ენახათ, თვითონაც მდგარიყვნენ იმ უსასრულო რიგში და ენახათ როგორი დიდი შეიძლება იყოს ადამიანი. თავისი ცხოვრება. ხო რა.